Საღამოშვიდობისა პატრიციონო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ძვირფასო რადიოს მსმენელებო, ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი გადაცემით საღამოს ტოქ-შოუ, რომელსაც უძღვები მე ჟურნალისტი ტატო ლასხიშვილი. დღეს ჩვენ საკმაოდ საინტერესო თემებზე, ჩემი აზრით საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ, გვაქვს საინტერესო სტუმრები. ჩვენ ვისაუბრებთ საკმაოდ უნიკალურ პროგრამაზე, რომელსაც ეწოდება გენეტიკ ტესტი და ვისაუბრებთ საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, უпростоრად კი ინტერნეტ რესურსების კომერციალიზაციას შევეხებით. ჩვენი სტუმრები არიან ეკონომიკის დოქტორი, რამდენიმე ინოვაციური პროექტის ავტორი, ბატონი დავით ქარდავა და ქალბატონი ნონა ახალგაცი. ბატონ დავით, ქალბატონთან საუბრით დავიწყოთ გადაცემა, თუმცა მინდა აქვე შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებლებსა და რადიო მსმენელებს, რომ გადაცემის მსვლელობაში თუ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით 2-388-5 და შეგვეხმიანოთ Skype-ით ობიექტივი 2. ქალბატონო ნონა, უნიკალური პროგრამა გენეტიკ ტესტი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს არის ტესტირება, ბიომეტრიული ტესტირება, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიას სწავლობს და შესაბამის ანალიზს აკეთებს ხელის თითებზე ანაბეჭდებით, ანუ იმ ნახატებით, რომელიც ყოველ ადამიანს უნიკალური აქვს, ერთადერთი აქვს მსოფლიოში იმის მიხედვით. უფრო მეტი რა შეიძლება ვთქვათ, ეს არის საკმაოდ ახალი პროგრამა და მე მგონი ამით არის ზუსტად საინტერესო. ახალი ხილია, როგორც იტყვიან ჩვენთან. საღამოშვიდობის მოგესალმებით დატო, ძვირფასო მაყურებლებო მოგესალმებით ყველას. დიახ, ეს მართლაც ახალი ხილია შედარებით, თუ შეიძლება ასე ითქვას, მეცნიერება, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გენეტიკურ ტესტირებას, სხვა მეცნიერებებთან შედარებით არის უფრო ახალი. დაახლოებით 100 წლის არის და ამ მეცნიერებას ქვია დერმატოგლიფიკა. ეს მეცნიერება წარმოიშვა 1892 წელს, იყო ესეთი ინგლისელი ბიოლოგი ფრენსის ჰალტონი, რომელიც სხვათა შორის ჩარლზ დარვინის ბიძაშვილი იყო, ეთქობა გენეტიკურად მოსდგავდათ მათ ეს მეცნიერული ინტრიგელებები და აი მან პირველმა ჩამოაყალიბა თეორია ადამიანის თითის ანაბეჭდებზე და დაამტკიცა, ასე ვთქვათ, რომ ადამიანის თითის ანაბეჭდები არის ინდივიდუალური, განუმეორებელი, ის არასოდეს მეორდება სხვა ადამიანში და ის არასდროს ბერდება. ყოველივე ეს კი პირდაპირ პროპორციულ კავშირშია ადამიანის ნერვულ სისტემასთან. ამიტომაც დერმატოგლიფიკა თვითონ უკვე მეცნიერულ საფუძველს იძლევა იმის, რომ ადამიანის გენეტიკური გამოკვლევა და ამ ტესტირების შედეგები ყოველთვის დაახლოებით 99%-ით მიახლოებულია იმ გენეტიკურ შესაძლებლობებთან, რომელსაც ზოგადად ეს მეცნიერება იკვლევს. მეცნიერების გამოყენებით ადამიანთა ფსიქოლოგიური პორტრეტების ჩამოყალიბება ეს იყო პირველი მერცხალი. შემდეგ უკვე ესეთი ჰაროლდ კამინსი იყო ესეთი მეცნიერი, რომელმაც უფრო მეტად დახვეწა სრულყო ეს თეორია და შემდგომში მათ გამოსცეს სახელმძღვანელოები, რომლებსაც ახლაც კი ძალიან დიდი პოპულარობით და ძალიან აქტიურად იყენებენ პათოლოგანატომები, ბიოლოგები და ასე შემდეგ. ანუ დღესაც ძალიან აქტიურია ამ ადამიანების ნაშრომები. და იყო ესეთი სხდომა ამერიკელ ანატომთა სხდომა 1926 წელს და მაშინ ზუსტად ამ მეცნიერმა შემოიტანა ესეთი იდეა, რომ დერმატოგლიფიკა უკვე ჩამოყალიბებულიყო როგორც მეცნიერება და დარქმევდა ეს სახელი. მას მერე თითოეულ ჩვენთან გასმოეხსენება, რომ დაწყებული კრიმინალისტიკიდან დამთავრებული რიგ რაღაც თემებში ეს სფერო ძალიან აქტიურად გამოიყენება. თვითონ გენეტიკ ტესტი საკმაოდ პოპულარულია, რამდენადაც ვიცი, ესეთ ბიომეტრიული ტესტირება, მე უფრო იოლად რო გამოვთქვა, საკმაოდ პოპულარულია ევროპაში და როდის ჩაეყარა ამ კვლევებს ესეთ სახის ტესტირებას საფუძვლები? კვლევებს საფუძველი ძალიან დიდი ხნის წინ ჩაეყარა, ტატო, უბრალოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უკვე ასე ვთქვათ პროგრამისტებმა შეძლეს აი სტატისტიკური მონაცემების 100,000-ობით ადამიანის მონაცემების დაჯგუფება და შექმნეს ამ კვლევის ასე ვთქვათ პროგრამული უზრუნველყოფა და
ზუსტად ამის დამსახურებაა, რომ თუ ადრე ამ პროცედურას გაცილებით დიდი ხანი ჭირდებოდა და დაუშვათ შეიძლება საათობით გაგრძელებულიყო, დღესდღეობით გენეტიკური ტესტირება სულ რაღაც 10 მაქსიმუმ 15 წუთიანი პროცედურაა. ანუ რაზეა საუბარი უფრო გასაგები რომ იყოს ჩვენი მაყურებლებისა და მსმენელებისათვის, ასე იგი ტესტირების გავლის მსურველი მოდის პირობითად თქვენთან, თითის ანაბეჭდების საფუძველზე დგება რაღაც ალგორითმი ან კი, იმიტომ რომ ესე იგი არსებობს რამდენიმე ტიპის თითის ანაბეჭდი. ჩვენ ზოგადად ანაბეჭდი კი არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს ის უზორი, დიახ და 10-ვე თითზე, ცერათითი, არათითი საჩვენებელ თითზე მარცხენა ხელის და მარჯვენა ხელის მონაცემების უზორები შედის ბაზაში და შემდეგ უკვე მოდის უკვე დაჯამებული პასუხები ამ ტესტირების. და აი რა სახის პასუხისმგებლობს ადამიანი, ანუ და რისთვისაა ეს და უშუალოდ საინტერესო, რატომ უნდა დაინტერესდეს ადამიანი ესეც აუხსნათ. ერთ პატარა ლირიკულ გადახვევას გავაკეთებ, დატო, ესე იგი ადამიანები ჩვენ ყოველთვის ვინტერესდებოდით გენეტიკური შესაძლებლობებით, ოღონდ საკუთარი თავის არა. სხვის გენეტიკას ვიკვლევდით, მე ამასნაც სოციალურ ქსელებშიც დავწერე ასეთი რამ, რომ ჯერ კიდევ ძველ დროშიც, როდესაც ქალი და ვაჟი შეუღლებას აპირებდნენ, აუცილებლად მიდიოდა მისი გენეოლოგიური შტოს გამოკვლევა. ვინ ხავს დედა, მამა, თუ მაგალითად ესეთი განათლებულ ოჯახში დაბადებული ახალგაზრდა მას უფრო პრივილეგიები ჰქონდა პროფესორის ოჯახში და ასე შემდეგ. ანუ ამით რისი თქმა მინდა, რომ სადედამთილო და სასიდედროც ყოველთვის იკვლევდა, მომავალი ოჯახის სხვისას, კი. სხვისას იკვლევდა. საერთოდ ჩვენთან სხვების ცხოვრებით დაინტერესება უფრო პოპულარულია, ვიდრე სულ სხვი ჯიბეში ვეძებთ ყველაფერს. იმას საიდან აქვს. და მიდიოდა სერიოზული გამოკვლევები მის ავანჩავანობაზე, ნათესაურ კავშირებზე, ვინ რა საქმიანობდა და ასე შემდეგ. დღეს უკვე როდესაც ცხოვრება ამდენად განვითარდა, რომ ვერც კი ვეწევით იმ ტემპებს, რა ტემპებსაც დღევანდელი სიახლეები გვთავაზობს, დადგა უკვე იმისი აუცილებლობა, რომ ადამიანებმა მაქსიმალურად შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა. თქვენ შეკითხვას უპასუხებ ასე. გენეტიკური ტესტირება იძლევა ამომწურავ პასუხებს ისეთ თემებზე, როგორიც არის მაგალითად ადამიანის გენეტიკური მიდრეკილები სხვადასხვა მეცნიერებების მიმართ. კონკრეტული მეცნიერებებია ეს ტექნიკური, ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, ან ლინგვისტიკა თუნდაც, ან ენების მიმართ რამდენად აქვს მიდრეკილება. ესე იგი, შემდგომ ეტაპობრივად არის ეს ყველაფერი დალაგებული, შემდგომ მოდის ადამიანის პროფესიონალური მიმართულებების გამოკვლევა, ანუ რომელ სფეროში მიაღწევს ის უფრო მაქსიმალურ წარმატებას. ძალიან ბევრი თემებია თუ მოკლედ ესეთი კონკრეტულად ესე ჩამოვთვლით, შემდეგ ესე იგი ადამიანის არა მარტო მიმართულებები პროფესიონალურ მოღვაწეობაში, არამედ კონკრეტულად როგორ ტიპას წარმოადგენს ადამიანი. რამდენად როგორ კარგად რო ვთქვა, ესე იგი როგორი ტიპაჟია. მაგალითად, პირადად მე, როდესაც 2 წლის წინ გავიგე გენეტიკური ტესტირების შესახებ, მაშინვე გამიშთა რაღაც ძალიან ესეთი სურვილი, რომ მაინტერესებდა საკუთარ თავის ასე თქვა დაფარული შესაძლებლობების აღმოჩენა და აღმოჩნდა რომ მე ვარ კორპორატიული მოდელი. ანუ მე ცალკე რაც არ უნდა მოვინდომო, ცალკე ბიზნესი, ცალკე ასე თქვა მარტოხელა იმისი მე ვერ განვითარებ, ვერ მივახსევ დიდ შედეგებს. ამიტომაც ხართ ბატონ დავითთან ერთად მოწვეული. დიახ, ამიტომაც ვარ ბატონ დავითთან და ჩემი შედეგებით ხელში ასე ვთქვათ მომზადებულმა დავიწყე შემართებით ახალი ბიზნეს საქმიანობა. ტესტირება მოიცავს პასუხებს ისეთ კითხვებზე, როგორიც არის მაგალითად ჯანმრთელობის სფერო. რისკის ქვეშ ადამიანის ორგანოები, რომელსაც თუ ადამიანი დაუფიქრდება, უფრო მეტად მიაქცევს ყურადღებას, რომელი ორგანოები აქვს რისკის ქვეშ. შემდეგ რაც მეც ძალიან მაინტერესებდა, ეს იყო კონკრეტული სპორტის სახეობები, რაც დღეს ძალიან აქტუალურია. ჩამოთვლილია კონკრეტული სპორტის სახეობები და შეიძლება მიაღწიოთ წარმოადგენს. ხო, და ეს არის პროცენტულად. ეს რო ბავშვობაში გწოდოდათ თქვენ, ხო? ეს რო ჩემ მშობლებს წოდოდათ ბავშვობაში, ალბათ ეხლა მე დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ყინულზე მოსრიალე ვიქნებოდი. თქვენ ისდევართ მცირე პაუზას დავიჭერ გენეტიკ ტესტირებასთან დაკავშირებით, რადგან შეიძლება მაყურებელმა შემოგვაშველოს თავისი შეკითხვა, რამდენიმე წუთი ახლა ბატონ დავითს
დავუთმოთ ჩვენ თქვით ახლა ხუმრობით რომ ჩვენს ხალხს სამწუხაროდ სხვისი ცხოვრება უფრო აინტერესებს და ახლა საინფორმაციო ტექნოლოგიებთან მიმართებაში ჩვენ შევეხებით თემას ფაქტობრივად რომელსაც შეიძლება ძალიან მოკლედ უწოდოთ სოციალური ქსელების ინტერნეტის და კონკრეტულად სოციალური ქსელების კომერციალიზაცია ანუ როგორ შეიძლება ადამიანმა მით უმეტესად ესეთი საყოველთაო ლამის საყოველთაო უმუშევრობის პირობებში გამოიყენოს ეს რესურსი შემოსავლებისათვის. თქვენ ძალიან სერიოზული კვლევა გაქვთ ამ მიმართულებით და თუ შეიძლება მაყურებლისათვის გასაგებ ენაზე, არა პროგრამისტების და კომპიუტერщикების, რაც სამწუხაროდ ახასიათებს ხოლმე, თქვენ იქნებ ახსნათ ეს ფენომენი, რასაც ქვია სოციალური ქსელები, ინტერნეტი და სამუშაო ადგილები. მე მინდა პირველად ყოვლისა დიდი მადლობა გითხრათ მოწვევისათვის ამან აქ ინფორმაციულ სივრცეში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მე მგონი დღეს საქართველოში და მინდა მოგესალმოთ მივესალმოთ ძვირფას ტელემაყურებლებს, იმიტომ რომ თვითონ ეს თემა რადგან იმდენად დიდია, მე ძალიან რთული იქნება ჩატევა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ დღეს კომპიუტერი, ინტერნეტი იმდენად შემოიჭრა ჩვენ ცხოვრებაში, რომ ეს ინფორმაციული ცუნამი არის, ეს ოკეანე ინფორმაციის და სანამ მისი კომერციალიზაცია მოხდებოდეს, საერთოდ მოვინდომებდეთ. მანამდე ხალხმა უნდა შეისწავლოს მისი გამოყენება პრაქტიკულად. და ეს ყველაზე სუსტი წერტილია და არა მარტო საქართველოში. ეს პრობლემა საერთოდ მთელ მსოფლიოშია. როგორ გამოიყენებს ადამიანი ინტერნეტს, მით უმეტეს როგორ სოციალურ ქსელებს, ინტერნეტ რესურსებს, თუ მან კარგად არის ეს კომპიუტერი. და აქედან ისევ მივდივართ კომპიუტერის ელემენტალურ ცოდნაზე. მთელ მსოფლიოში სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 3% ადამიანი შეუძლია 30% კომპიუტერის საშუალებების გამოყენება. წარმოიდგინეთ ეს 3% შეუძლია 3% სრული შესაძლებლობის 30%. ანუ რამხელა სეგმენტია უთვისებელი. სასწაული, ესე იგი მარტო ეს შეიძლება გახდეს, თქვა ადამიანმა კომერციული საფუძველი დაუწყოს ამ კონსალტინგს, ან სწავლებას, ხო? ეს შეიძლება გახდეს შესანიშნავი საიმპორტო და საექსპორტო საქონელი, იმიტომ რომ ეს პრობლემა არის ყველგან. მე ჩემ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან, ეხლა მაგვაქვს მონაწილეობას ღებულობ ვახტენთ ურთიერთობას ერთ-ერთ შვეიცარიულ კომპანიაში, რომელშიც 2 მილიონი ინტერნეტ მაღაზია, უბრალოდ ინტერნეტ მაღაზია 2 მილიონი მომხმარებელი ყავს. და უვარდებათ ბრუნვა. რატო? იმიტომ რომ უმრავლესობამ ერთი ოპერაცია ისწავლეს, გაყიდვა და პრომოუტირება, ბლოგების კეთება, მათი რეკლამირება, მერე ხალხთან მათი სწავლა აღარ შეუძლია. ახლა ინტერნეტი არის სივრცე, ფაქტობრივად უზარმაზარ სამყაროში არის სამყარო და ამ სამყაროს არ აქვს საზღვრები, ამ სამყაროში არ არის დიდი და პატარა ქვეყნები, ამ სამყაროში არ არის მდიდარი და ღარიბი, არის ნიჭიერი და ნაკლებად ნიჭიერი. და კიდე ნაკლებად ნიჭიერი, თუმცა ნაკლებ ნიჭიერს შეუძლია გაცილებით მეტის მიღწევა თავისი შრომით და მონდომებით, ხო? იქ არ არის იქ ბიძაშვილი, მამიდაშვილი, nepotizmi, პოლიტიკა, არის ყველაფერი დამოკიდებული შენზე, რამდენად გაწვდები შენ და არც პარტია გიშლის ხელს, ადგილობრივი ხელისუფლება და ასე, ანუ მაგრამ აი ხანდახან მეჩვენება ხოლმე რომ დავით, როდესაც ამაზე არის საუბარი ინტერნეტ რესურსების გამოყენებაზე, პრაგმატულად გამოყენებაზე, ანუ გარდა იმისა, რომ გავერთოთ და შემეცნებითი ფუნქცია აქვს ასევე ინტერნეტს, როგორც სამუშაო ადგილი გამოვიყენოთ. და სხვადასხვა თქვენ კვლევები რომ ახსენეთ ბალტიის ფორუმზე, რომელიც გაიმართა დაახლოებით 1 თვის წინ, იურმალაში იყო წარმოდგენილი კვლევები გავლენა მედია საშუალებების გავლენა 62% იყო ტელევიზია, 16% იყო ინტერნეტი,
4% იყო რადიო და 3% იყო გაზეთი. ანუ გაზეთიც, რადიოც, ტელევიზიაც თუ დავაწყვილებთ ამ ყველაფერს და შერწმა მოხდება. მაგალითად მე როგორც გაზეთის წარმომადგენლის ბეჭდურ ვერსიასა და ელექტრონულ ვერსიას შორის გავლენა ფაქტობრივად თითქმის 5-ჯერ იზრდება. და ალბათ სხვა სფეროებშიც ასეთივე კვლევები თუ არის ჩატარებული, იქაც ინტერნეტ რესურსის დის, მაგრამ შემოსავლებთან და სამსახურთან მიმართებაში ეს რამდენად არის შესწავლილი, ანუ რამდენად შეიძლება ჩვენ ინტერნეტი და სოციალური ქსელი განვიხილოთ როგორც სამუშაო ადგილი. კონკრეტულად თუ ვისაუბრებთ. ავიღოთ კონკრეტული მაგალითი. თუ ჩვენ გვინდა წიგნის ბიზნესი გავაკეთოთ, წიგნი გავყიდოთ. რა არის საჭირო, რომ ხალხმა იცოდეს კითხვა. ხალხს უნდა ვასწავლოთ კითხვა. თუ ადამიანებმა, ვისაც მართლა ბიზნესის კომპიუტერს უყურებენ, როგორც ინფორმაციის შექმნის, ინფორმაციის გადამუშავების, ინფორმაციის დაგროვების, ინფორმაციის გაგზავნის, ინფორმაციის მიღების საშუალებად, მაშინ მან უნდა იცოდეს მასთან კარგი მუშაობა. ეს ელემენტალური საოფისო პაკეტი როა, Word, Excel, Outlook, PowerPoint უნდა იცოდეს შესანიშნავად. ეს არის ძალიან სუსტი წერტილი. შემდეგ უნდა იცოდეს სოციალური ქსელებში მარტო ოდნოკლასნიკები თუ ეს არა ოდნოებში ყოფნა და პირველი შეყვარებული სურათის ნახვა და ემოციური ელემენტი, რომელიც როგორც უმრავლეს შემთხვევაში აკარგვიებს დროს და არ უქმნის მას არავითარ თქვათ კომერციულ ენერგეტიკას. მერე გადაინაცვლა ხალხმა ყველამ დამწყრებული ისეთი Facebook-ზე. მერე Facebook-ზე PR-ია, ლაიკი, რაღაც ამოვიდა ახალი ტერმინი და ისე ორი ვარიანტია, ან ხალხი ადამიანი, ან ჯგუფი ადამიანების, ან იგივე კომპანია კომერციული, ან პოლიტიკური ორგანიზაცია არ აქვს მნიშვნელობა, ან დროს კარგავს, ან ილუზიაშია, რომ რაღაცას აკეთებს, ხო? იმიტომ რომ ამდენი ლაიკი მიიღო, ამდენი იმას სინამდვილეში ერთი და იგივე ხალხი არის ამ ჯგუფებში და ერთმანეთს შორის ხდება ეს მიმოწვლა. რა არის საჭირო ამისთვის? სწორი კომუნიკაცია. ინტერნეტში ფსიქოლოგია კომუნიკაციის, ინტერნეტში ტექნიკა კომუნიკაციის და ტექნიკური საშუალებების კონტენტის შექმნა, ხო? ტექსტი, ფოტო, ვიდეო. ეხლა თქვათ სოციალურ ქსელებში ისწავლა ადამიანმა ეს. მას უნდა კონდეს ბლოგი. ეხლა თქვენ პროფესიონალ ჟურნალისტი ხართ, ბატონო დადო, იცით, მე შემხვდრია ჟურნალისტები, რომელსაც კომპიუტერი არ იციან, სოციალურ ქსელები და ბლოგი კი არა აქვს. ეხლა ჩვენ მეზობლებს გავიხედოთ, ჩვენ გვინდა რაღაცა დავამტკიცოთ, რომ ძალა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ინტელექტი, ხო, შეგვიძლია ინტელექტით ექსპორტული პროდუქტის შექმნას. მე ბევრჯერ სხვადასხვა რო ჩამოვედი აქ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები თუ პოლიტიკურ მოძრაობებს რო შევხედე, ერთადერთი იყო ალბათ პატრიოტთა ალიანსი, ხო სწორად თქვი პატრიოტთა ალიანსი და მისი ლიდერი, ხო, ბატონი დავით არხანმოურა, რომელსაც ჩადებული ქონდა, რომ წავიკითხე, გამეხარდა, რომ ჩადებული აქვს პროგრამისტების მომზადება, ეთყობა პროფესიიდან გამომდინარე, მე რო გავიგე, და ეს სკოლა უდიდესი, ახლა მე პირდაპირ პასუხი არ გაძლევთ, მაგრამ მინდა სწორად გამიგოთ, სკოლა პროგრამისტების GPI-ში განსაკუთრებით ძალიან დიდია, მაგრამ პროგრამისტი არის კომპოზიტორი. ჭირდება შემსრულებელი და მსმენელი. და მაგალითად კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, ჩემმა კოლეგებმა, ჩემმა მოსწავლეებმა და ასპირანტებმა, თქვა მოსკოვში, კონკრეტული ახალგაზრდება გააკეთეს ჯგუფი, ვორკლე შემიძლია გაჩვენოთ მე თუ გექნებათ სურვილი და წელიწად ნახევრის განმავლობაში თითქმის 1.5 მილიონი ადამიანი დაასაქმეს შექმნეს სამუშაო ადგილი. რა ფორმით? კი ბატონო. უყურეთ რა ჭირდება, რა უნდა ბანკს რა უნდა რომ გაიყიდოს მათი სადებოზიტო პროგრამები, გაიყიდოს მათი პაკეტები, ხო? უნდა რომ გაიყიდოს. რა უნდა სასტუმროს, რომ ჩამოვიდეს ბევრი სტუმარი და მოემსახუროს. რა უნდა სადაზღვევო კომპანიას და ასე შემდეგ. ყველას დღეს ბრძოლა მიდის მომხმარებელზე. მაგრამ ამის მოზიდვა, ეხლა წარმოიდგინეთ,
არის ორგანიზაცია ან ადამიანი ან პირადად აკეთებს ამას ინდივიდუალურად თუ იცის მუშაობა კომპიუტერთან ინტერნეტთან ბლოგი აქვს საიტი აქვს ელექტრონული საგადასახადო სისტემები იცის კომუნიკაცია ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია მომხმარებლად ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ვინმე თქვის მე ვარს თქვათ ძალიან კარგადაა საქართველოში ნუ შედარებით საბანკო ბიზნესი განვითარებული ხო ბანკთან მოაწოდე ხელი და რო უთხრა მე წელიწადში გაყიდე 10000 თქვათ მასტერკარდს ან ვიზა კარტს ხო და რამდენს მომცემ ხელ ოფიციალურად ხელშეკრულების საშუალო ბიზნესი საშუალო აბარა მაგრამ მე ვიცი მე მაქვს ის მომცემს 5% 10% არა აღნიშნულება ხა ზოგადად ლაპარაკობ ამას და ასე ეს კომპანია რა შვება ეს კომპანია წარმოებელს ესე იგი ვინც აწარმოებს მომსახურების ან საქონელს ხო აი თქვენთან ღვინოს გატანაზე ვლაპარაკობთ ხო რაღაც ჩვენი ვექცელებთ საექსპორტო გზებს ხო სხვადასხვა და ყველაზე კარგი გზა რომელია ინტერნეტი ოღონდ ხალხმა ადამიანმა უნდა ისწავლოს მისი გამოყენება მე გავაკეთე ბლოგი დავდები იქ კაი წყალი ღვინო თქვა რესურსი და რაც საქართველოს შეიძლება გატანა ხო მაგალითად ხო და შემიძლია ამის თქვა მოველაპარაკე რომელიმე ჯგუფს ბალტიისპირეთში თქვა უკრაინაში რუსეთში არა აღნიშნულ ყაზახეთში და მოველაპარაკე ჩამოიყვანე ჯგუფი ტურისტულმა კომპანიამ ან კონკრეტულად იმან გადამიხადა პროცენტი 10% 20% აი ასე მუშაობს დღეს უკვე ნუ აი მაგალითად ამერიკაში ყოველი მე-6 ადამიანი მილიონერი გახდა ინტერნეტის გამოყენებით გააკეთა მილიონზე ქსელური მარკეტინგის არა ქსელური მარკეტინგს შევეშვათ ეხლა მე ვლაპარაკობ საერთოდ ინდივიდუალურად მე ხალხი ყიდიან თავიანთ საშუალო ქსელური მარკეტინგისგან განსხვავებით აქ შეგიძლია თვითონვე შექმნა ის პროდუქტი რისი ანუ მელოდიის გამოყენებით შემდეგ შექმნი ძალიან კარგ კომპოზიციას და მე ამას შეასრულე მომხმარებელს ხო და რამდენადაც მე ვიცი ბატონ დავით თქვენ აი ამ ტიპის ჯგუფების შექმნა გადაწყვეტეთ და საკმაოდ დიდი ინტერესია ქვეყნის გარეთ და ადრიანი პროგრამა გაქვთ საიმისოთ რომ ეს საქართველოს გაცნობასთან ერთად მის პოტენციალის გაცნობასთან ერთად გახსნათ ეს ჩაატაროთ ეს ასე ვთქვათ გაკვეთილები ან კურსები რაც გითხრობ რომ ეს პროგრამა კომპლექსურად გააცნოთ სურვილებს და თვითონ საქართველოში მაცხოვრებლების ინტერესი როგორი არის ამ საქმის მიმართ და ობიექტივში ვარ და ობიექტურად უნდა ვთქვათ ხო ეს ნეგატივი არა სიმართლე არ შეიძლება იყოს ნეგატივი ძალიან ესეთი არასერიოზული ბილად თქვია რა არასერიოზული დამოკიდებულება ინტერნეტთან საქართველოში უმრავლესობას გონია ეს თამაში მით უმეტეს იმისა ახლა რომ გავიხედოთ ხო ავიღოთ რეიტინგი ხო პირველ 10-ში ყველაზე პოპულარულ და ყველაზე დიდარ კომპანიებში არის ინტერნეტ კომპანიები Google, Facebook, ინტერნეტ Apple და Microsoft და ნახეთ რა ხდება ყველა მდიდარი ადამიანი დებს სად ინფორმაციო ტექნოლოგიებში და ჩვენთან ჯერ ეს რაღაცნაირად ცოტა ისეა შეწეული, იმიტომ რომ დამოკიდებულება უნდა შეიქმნას. ერთი წამით ეთერში ყავს მაყურებელი, მას მოусმინოთ, გავესაუბროთ და შემდეგ გავაგზავნოთ საუბარი. გისმენთ სამომშვიდობისა თქვენ ეთერში ხართ, აუსვით შეკითხვა ჩვენს სტუმრებს. მიყვარხარ ძალიან დატო მიყვარს შენი ოჯახი. დიდი მადლობა. მიყვარს შენი სტუმარი მომწონს ძალიან, მიყვარს და ხშირად თუ დაგინახო ეს მინდა ეკრანზე და არაჩვეულებრივად კარგად მიყავთ გადაცემა და მინდა რომ ესეთი ხშირად იყოს ეკრანზე. ძალიან დიდი მადლობა. შეკითხვა ხო არა გაქვთ ჩვენ სტუმრებთან? უჩენს არა აქვს შეკითხვა, დიდი მადლობა აი დამოკიდებულებისთვის, აი მზარისათვის, გამხრევებისათვის. ახლა გენეტიკ ტესტს დაუბრუნდები თქვენის დეპარტამენტით, ბატონ დავით რადგანაც ბევრიც იმ თემით შევწყვეტე ქალბატონოსთან საუბარი, სადაც ის ამბობდა რომ ეს ანალიზი რომ ქონოდა გენეტიკური ტესტირების ძალიან
დიდ წარმატებას მიაღწევდა ფიგურულ სრიალში და ასე გაქრამ მომდინარე ამით ბავშვები უნდა იყვნენ დაინტერესებული, მშობლები უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ 99% რა კი არის უტყუარობა იმ ანალიზისა. თუმცა მე ვიდრე გადაცემაზე წამოვიდოდი, ბუნებრივია ჩემთვის ძალიან ესეთი უცნობი და უცხო თემისთვის მოემზადე და უარყოფითი შეფასებებიც ნახე, რომ ადარებენ დაახლოებით ასტროლოგიას, ამას რომ ეს იგივეა, რომ აი ჰოროსკოპის არის რაიმე ყველა ადამიანს აქვს უფლება რომ კონდეს საკუთარი აზრი. მე პირადად არ ვთვლი და შემიძლია ამის დასაბუთება, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ასტროლოგიასთან, პლანეტების განლაგებასთან, მთვარის და მზის ორბიტაზე მოძრაობასთან, იმიტომ რომ აქ საუბარია კონკრეტულად სანამ ამ თემაზე რაღაც ისე ვისაუბრებთ, დატო, მე უბრალოდ ვიტყვი, რომ თვითონ ადამიანი, როდესაც დედის მუცელში ჯერ კიდევ ემბრიონალურ განვითარებას განიცდის, მე-13 კვირაში მას უყალიბდება თითის ანაბეჭდები. ანუ 13 კვირის ნაყოფს უკვე აქვს თავისი ინდივიდუალური მახასიათებელი და თუ ადამიანს უწერია, რომ ის თავისი ნიჭით და პოტენციალით გახდება ლომონოსოვი, სადაც არ უნდა დაიბადოს, თუნდაც მიყრუებულ სოფელში თუ რაღაც მეგაპოლისში თუ ქალაქში, თავარია ადამიანმა დაინახოს თავისი შესაძლებლობები, სწორედ მიმართოს. სამწუხაროდ ყველას არ გვაქვს ამისი ნიჭი და უნარი, რომ მაქსიმალურად გამოვაგვინოთ ჩვენი შესაძლებლობები. ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ საკუთარი თავის პოვნაში. მე პირადად, როდესაც ხელ ჩემს თავზე საუბრობდი, თუნდაც იგივე ფიგურულ სრიალზე მახსოვს მთელი ბავშვობა მესიზმრებოდა ეს სპორტი, შემდეგ ვიცოდი ყველა სპორტსმენის ოლიმპიური ჩემპიონების გამოსვლები, პროგრამები ვიცოდი, ზეპირაც და ცხოვრობდი და ფანტაზიებდი ამ სპორტით, უბრალოდ ჩემს ბავშვობაში მაშინ. არ გავიმართლათ, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი უფრო მოგვიანებით გააკეთა. ხო, სამაგრად გაუმართლა ჩემს შულს, მე პირველში როგორც დედამ, როგორც მშობელმა როდესაც მე თვითონ გავიკეთე ეს ტესტირება, გადავწყვიტე, რომ ჩემი 7 წლის ქალიშვილის გამეკეთებინა. სამწუხაროდ მისგან ასე ვთქვათ, ოლიმპიური ჩემპიონი ფიგურულ სრიალში არ გამოვა, მე ის მაინც დამყავს ამ სპორტზე, იმიტომ რომ უბრალოდ გაკაჟებისთვის და გაჯანსაღებისთვის, მაგრამ მე ვიცი ზუსტად ის სახეობები, ის სპორტული სახეობები, რომელშიც ჩემს შულს ექნება მაქსიმალური შედეგები და მე როგორც მშობელი, ჩემს თავს უფლებას არ მივცემ, რომ დაუშვათ შევიყვანო ბავშვი ჭადრაკზე და მაგალითად არ წავიყვანო იმ სპორტულ ცეკვებზე. თუმცა ერთიც კარგია და მეორეც კარგია. უბრალოდ მაქსიმალურ შედეგს სადაც მივიღებ, მე ვიქნები, ასე ვთქვათ, ბედნიერი მშობელი. და ერთი განსხვავებაც ახლა მე რაც თქვენი ამბობიდან გამიჩნდა, რომ არის ასტროლოგიასა და ამ გენეტიკ ტესტირებას შორის, რომ ჰოროსკოპი შეიძლება ყოველ დღე, ყოველ წელს შეადგინა ყოველ კვირაზე, მაგრამ ეს დგება ერთხელ და მთელ ცხოვრებაზე. ანუ ეს პროგნოზი კი არ არის, ალბათ უფრო არის დიაგნოსტიკა. ადამიანის ნიჭი და უნარები. აი რისი ნიჭი ექნება ადამიანს და აი სად იქნება ხო მიდრეკილება რისკენ ექნება. იმიტომ რომ ტესტირება აჩვენებს ისეთ მიდრეკილებებს, ადამიანის გენეტიკურ მიდრეკილებებს, თუ დამოკიდებულებებს ალკოჰოლის მიმართ, დამოკიდებულებებს ადამიანურ ურთიერთობებზე, კომპიუტერულ თამაშებზე, ალკოჰოლზე უკვე თქვი ხომ ასია, მის მიდრეკილებებს, თუნდაც სიმსუქნისადმი მიდრეკილებებს გენეტიკურად რამდენად ჩადებული ადამიანში, რომ შემდგომში ამის დამიხედვით უფრო მეტად აკონტროლოს ადამიანმა თუნდაც თავისი წონა. როდესაც გენეტიკურ ტესტირებას იკეთებს ადამიანი, მას გაცნობიერებული უნდა ქონდეს რისთვის აკეთებს. მართლა ცხოვრებაში ის ერთხელ აკეთებს ამას, არ იცვლება ეს არის ვარსკვლავების მოძრაობით და ეს არ არის გართობა. არა, რა თქმა უნდა, ეს არ არის გართობა. ტესტირებას აქვს საკმაოდ, ასე ვთქვათ, ვრცელი შედეგები, შემდგომ უკვე ბოლოში დასკვნითი ნაწილიც ყველაფერი, ეს გადაეგზავნება ელექტრონულ ვერსია ვარიანტით პოსტაზე და მას როცა კი სურვილი ექნება შეუძლია ხელახლა ნახოს, უფრო მეტად ჩაუჯდეს ამ თემას და უფრო მეტად შეისწავლოს საკუთარი პასუხები, იმიტომ რომ
გარდა ჯანმრთელობის სფეროს ეს არის ადამიანის თვითრეალიზაციის მოდელი, ანუ აი განაწილებისგან შედგება და უშუალოდ ეს პასუხი რომ მოდის. მე რამდენადაც ვიცი, ინტერნეტით პასუხის მიღება შეიძლება, მაგრამ იმისაც რომ ტესტირება ჩატარდეს, უშუალო კონტაქტი უნდა იყოს მსურველთან, ხო? არა, აი ეს პროგრამისტების დამსახურებაა, რომ ტესტირება შესაძლებელია ადამიანმა გაიაროს როგორც უშუალოდ ჩვენთან მოსვლით, აი მე წამოვიღებ მეჩვენებით ეს სპეციალური სენსორი, რომელზეც ზუსტად ადამიანის თითის ანაბეჭდებით ჩვენ ვნახულობთ უზორებს. მაგრამ თუ ადამიანი მაგათად იმყოფება ბათუმში და არა აქვს ახლა იმწოდოს დროის ფაქტორია დღესდღეობით დრო ყველაზე ესეთი რესურსია, მას შეუძლია ეგზავნება სპეციალური ფორმატის ქაღალდი, რომელზეც 10-ვე თითია გამოსახული და შეუძლია ნებისმიერი არა, კარგი ხარისხის მელანით თითის ანაბეჭდების გაკეთება, შემდეგ გადატანა ამასაც ისევ კომპიუტერის ცოდნა უნდა და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ეთერში ხარ თუ საღამოშიდობისა, გისმენთ? გამარჯობა. გაგიმარჯოთ. გისმენთ? ისმის. გისმენთ, ლაბორატორიის და ისე უნდა დავინახოთ ვასეთ პარტიის პარლამენტარული აიავა. და ამ ზუგდის ცხოვრებას ხო არის გავუდაბრუნებას Facebook-ი არის შორის პატონებო. ეს მოვადრო, მოთანობის მაგასაც ერთად გავისურვებთ. ვისაც დავეყოლა იმას იმასაც და იქნებ ცოტა მოშორდეთ რომ უკეთესად გავიგონოთ ხმა. ყველგან შეიძლება ხავს ყოველთვის არა. ხო. ეს ვიქნა. გაური ხავს ეს თქვი არა. ალო. ანტენა გაასწორეთ ყველგან. სამწუხაროდ ვერ გავიგონეთ შეკითხვა. თუ გქონდათ. რენ ცუდად ისმის გავაგრძელოთ მაშინ რომ ეს კეთება ერთხელ მთელი ცხოვრების მანძილზე ერთი გაკეთება საჭირო იმის რომ ადამიანმა თავისი მიდრეკილებები, უნარები იმიტომ რომ რამდენჯერაც არ უნდა გაიაროს ადამიანმა ტესტირება, სულ ერთი და იგივე შედეგები ექნება. არასდროს ამის გაკეთება დისტანციურადაც შეიძლება, ესეც კომპიუტერის და პროგრამების დამსახურება. დავით დავესესხები, ასე ვთქვათ, რომ ისევ და ისევ კომპიუტერის და ინტერნეტის ელემენტარულად ისმაიც უნდა შეეძლოს ადამიანმა, რომ ეს ანაბეჭდები გადაიტანოს ფორმატში, მე შემდეგ გამოგზავნოს და მოვიდეს და შემდეგ მიიღოს ელექტრონულად ეს ვერსია. მე შეუძლია თუ უფრო ასე ვთქვათ საკუთარი იმის ვერსიის გამოგზავნა. პასუხს მიიღებს ქართულ ენაზე, რუსულ ენაზე, ინგლისურ ენაზე თუ ეს არჩევანია ასე ვთქვათ სურვილის. ამ ტესტირებას აქვს ჯერჯერობით მხოლოდ ორი ვარიანტი, ეს არის რუსული და ინგლისური ვარიანტი ამ ეტაპზე, თუმცა შეიძლება ამის პროგრამული გადათარგმნაც გაკეთება ქართულად, უბრალოდ ეს ტექნიკის ამბავია. ყოველ შემთხვევაში ესეთი მოთხოვნა მუშაობთ ამაზე უკვე თუ? რა თქმა უნდა მუშაობთ, იმიტომ რომ ეს ქართული სეგმენტი განსაკუთრებით ეს რაღაც ახალი თაობა, რომელიც ამ უფრო მეტად დაუშვათ ინგლისურს ფლობს, ზოგი ინგლისურს ითხოვს და ამიტომ ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება თუ იქნება ქართული ვარიანტი. მე ამას მივესალმები. კი. მაშინ კიდე ბატონ დავითს დაუსვამ შეკითხვებს იმასთან დაკავშირებით. თუ რამდენად თავისუფალია დღეს ინტერნეტ ბიზნესი? აბსოლუტურად თავისუფალი. ნუ აბსოლუტურად თავისუფალი ალბათ მე გასაგებია. შეძლებს დაგვარად თავისუფალი. ყოველ შემთხვევაში დაბრკოლება ხელოვნური იქ არ შეიძლება არავინ მაგალითად შექმნას, ხო? და ჩვენ საუბრობდით კლასებზე, რომელიც თქვენ ქვეყნის გარეთ დააკომპლექტეთ, ელოდებით აი ამ პროგრამის ფარგლებში როდის მოხდება და ადგილზე რა არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანებმა შეისწავლონ საკუთარი ნიჭის უნარის რეალიზება ინტერნეტში და საკუთარ სოციალურ ქსელში. მე ვფიქრობ, ყველაზე კაი საშუალება იქიდან გამომდინარე, რაც ეს გამოცდილება მივიღე, ხედავ რეალურ სიტუაციას
საერთოდ ასეთი მე მინდა მთელი საქართველოს თუ ასეთი კაი გუნდი შევქმნით, საქართველოს ყველა რეგიონებში ჩავიდეთ და ჩავატაროთ ასეთი ზოგად საგანმანათლებლო ლექციები, ტრენინგები. პატარა შეიძლება ფასიანი, შეიძლება უფასო, ახლა მე ამას ვლაპარაკობ. ეს აუცილებელია, რომ ადამიანებმა ზუსტად გაიგონ ეს მისი ყველა დადებითი მხარეები, იმიტომ რომ უარყოფითი ძალიან ბევრია. ჩვენ ხარ რომ დავიწყოთ ჩამოთვლა ინტერნეტში. თქვენ ერთხელ ბრძანეთ, ბატონ დავით, საუბრობდით ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ იგივე ლაიკების რაოდენობა შეიძლება შემოსავლის წყაროც გახდეს. რა თქმა უნდა. აბა რა, შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს, თქვათ Google აძლევს საშუალება, მარტო ავიღოთ Google, ხო, იგივე Yandex-ი, Google, ადამიანმა თუ იცის Google, ესე იგი ინტერნეტში კარგი მომხმარებელია. user ოღონდ ხო? იმიტომ რომ აი თქვათ, ჟურნალისტი, ნიჭიერი წერს თუ ლაპარაკობს თუ შეუძლია, მან იცის Gmail, მან იცის Hangouts-ი, ასეთი რესურსია, რომელიც პირდაპირ ტრანსლირებს. მას აქვს კაი არხი, ვიდეო არხი YouTube-ში. მას Facebook-ზე კარგი იცის მისი პროფილი, აკაუნტი და მასში შემადგენელი დანართები, ხო? იქ ბევრი დანართია, რომელიც პრომოუტირების ელემენტია. მან იცის Twitter-ი, მან იცის, ხა მაგალითისთვის შეიძლება ბევრი ვარიანტი ჩამოვთვალო, მაგრამ აი თქვა ეს ჩემი ჩამონათვალი ელემენტები, ხო? რესურსები. ეხლა წარმოიდგინეთ და მას აქვს ბლოგი და იცის საიტის კეთება. всё. მას ფაქტიურად არ ჭირდება, თქვათ რომელიღაც თქვათ არხი, მას შეუძლია თვითონ თავისი თავს რეკლამა ისე კარგად გაუკეთოს, რომ ვინც მედია საშუალებებმა იქით ხოვონ მათი პროდუქტი, ხო? ჟურნალისტის პროდუქტი რა არის? რადიო აუდიო ვერსია მისი, თქვათ, სპორტული თუ რაღაც ისტორიების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მან იცის ფულადის გადაღება, დღეს ნებისმიერ ბევრს აქვს ელემენტალურად Android-ი, ან iOS-ი, ხო? iPad-ი, ან iPhone-ი, მან იცის გადაღება ობიექტის, მან იცის წერა და მან იცის მასზე ლაპარაკი, ჩაწერა ობიექტი და თავის ბლოგზე. ანუ თქვენ ბრძანებთ, რომ დავით რომ როდესაც თავშად ძალიან პოპულარულია Facebook-ი, ხო? და მე რამდენადაც ვიცი, თქვენ სთავაზობთ შესწავლას იმ პროგრამისა, რომელიც რაც თქვენ ჩამოთვალეთ Instagram-ი, Hangouts-ი, Twitter-ი და ასე შემდეგ. აი ერთი პროდუქტის, აი ამ 7 არხით და თუ არ ვცდები უფრო მეტი 21 არხით გავრცელებას, ხო? ეს უკვე მეორე ეტაპია, ეს არის უმაღლესი პილოტაჟი, მაგრამ აი ამჟამად საკმაოდ იოლად შეიძლება ადამიანებმა აი თვითონ ფორმულა დაუშვათ 1+7, ხო მართალია? და აი ეს რაც თქვენ ბრძანეთ, რომ იგივე პრომოუტირება ნებისმიერი პროდუქტის, პროგრამის და ასე შემდეგ ერთი არხის ნაცვლად მოხდება აი ამ რამდენიმე 7 არხით დაუშვათ. მობილური თქოს მაყურებელი და შემდეგ მე აუცილებლად დაუბრუნდები ამ თემას. გისმენთ საღამოშვიდობისა, თქვენ ეთერში ხართ. დიდი მადლობა რომ ობიექტივის ტელევიზიით ასეთ საინტერესო თემაზე საუბრობთ და გთავაზობთ ჩვენ. აი ეს საერთოდ სამყაროში ყოველი ინდივიდი ქალბატონო ნანა საკუთარი მოვალეობა და საკუთარი ხვედრისადმი მორჩილება გვეკისრება, ხო? და თითოეულმა უნდა შეიცნოს მართლა საკუთარი როლი ამ სამყაროში და მებაყოფლებით უნდა შეასრულოს ეს. აი მაგალითად, კაცი ყოველთვის ცდილობს იმოქმედოს ისე, როგორც თვითონებრიანება, საკუთარი განცდის თანახმად, მაგრამ ყოველთვის მართლა როდი ახერხებს გააკეთოს ის, რაც სურდა. აი, როდესაც გეცოდინება, რისკენ გაქვს მიზრეკილება, ყოველთვის გააკეთეთ იმას, რაც გადაწყვიტება. აი, შემდგომშიდაც თუ მოგვაცით კიდევ ცნობებს, ძალიან დამაინტერესებთ და დიდი მადლობა. დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის. ვხედავთ უკვე ინტერესი. აბსოლუტურად სწორად და მივიდა ჩვენი ინფორმაცია მაყურებელთან. მართლაც რომ ადამიანებმა რომელმაც
დაგეგმილად იციან თუ როგორ წარმართონ თავისი ცხოვრება, თავის მოღვაწეობა, როგორ მართონ თავისი ბიზნესი, თუ ადამიანში მაგალითად არდევს ბიზნესის მართვის მართლობითი მოდელი. ნუ ვერ შექმნის ახლა ისეთ ვერ ჩაუდგება სათავეში და ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც დაქვემდებარებაში, ანუ უშუალოდ შემსრულებლის თანამდებობაზე თუ ამპლუაში გაცილებით მეტ წარმატებას აღწევს. და როდესაც გენეტიკური ტესტირებით მისი ანალიტიკური უნარი გამოჩნდება, რამდენად პრაქტიკული ადამიანია, ასევე რამდენად შეუძლია მას სიახლეების აღქმა და ყოველთვის ყოფილა ესეთი სიტუაცია, რომ დაუშვათ ნებისმიერ კოლექტივში თუნდაც ერთი ადამიანი გამოირჩევა იმით, რომ არ ზის კოლექტივში, ყოველთვის რაღაც ცალკეა, ყოველთვის რაღაც ინდივიდუ, ანუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად არ არიან, ასე ვთქვათ, კოლექტიური მოდელი. და არა მარტო კოლექტიური მოდელი, თვითონ მიდრეკილებები და დამოკიდებულებები, მე ვფიქრობ, რომ თუნდაც იმ სიტუაციაში, როდესაც ადამიანს გინდა რომ ახალი თანამშრომელი აიყვანო, მე ვფიქრობ, რომ ეს გენეტიკური ტესტირებაც, ამ ტესტირების შედეგები ძალიან საინტერესო იქნება მომავალი, ასე ვთქვათ, დამქირავებლისთვის. ეს პირადად ჩემი აზრია და მე ვიცი, რომ სტუდენტებისთვის. ხო, აი სტუდენტებისთვის, ხო, ხა ნუ ცნობილია საქართველოში, რომ ხა სამედიცინო და უნივერსიტეტის ზოგიერთი სპეციალობები, ასე ვთქვათ, თავში აქვს ჩადებული ადამიანს, როდესაც შეიძლება ამ დროს საერთოდ სხვა მიმართულება ჰქონდეს, ბავშვს ლინგვისტური მიმართულება ჰქონდეს, ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ენათმცოდნე გამოვიდეს, აღმოსავლეთ ენების მცოდნე თუ დასავლეთის არ აქვს მნიშვნელობა და გახდეს პროფესიონალი იმაში, რაშიც მას მაქსიმალური მაჩვენებლები აქვს. ანუ ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში ადამიანი დაცული იქნება იმისაგან, რომ მთელი ცხოვრება აკეთოს ის, რაც არ უყვარს. ხო, რაც აი ყველაზე საშინელებაა, ყველაზე რთული მომენტი. ბევრი ადამიანია წარმატებულიც არის, მაგრამ აკეთებს იმას, რაც არ უყვარს. რაც არ ანიჭებს ხელობა და არა არდევს მას, რომ იტყვია გენეტიკურად. ბატონო დავით, ახლა გადმოვიდეთ და მე მგონი ეს დარჩენილი რამდენიმე წუთი ჩვენი გადაცემის დასრულებამდე თუ მაყურებელი არ ჩაგვერთო, მივუძუნოთ იმას, რასაც პრომოუტირება ქვია ინტერნეტში, ან ნებისმიერი მსურველი, ვინც დაეუფლება ამას, ამ მეთოდოლოგიას, შეიძლება გახდეს კარგი, ნუ პრომოუტერი. ნებისმიერი საგნისა, ნებისმიერი მომსახურების. ნებისმიერ სფეროში. ნებისმიერ სფეროში. იმიტომ რომ დღეს პრომოუტინგი არის ძალიან სერიოზული პრობლემა. სერიოზული. დიახ, მე დავიწყებ იქიდან, რომ მე ახალი არაფერი არ გამომიგონებია. მე გავაკეთე უბრალოდ 7 წლის წინ, როდესაც ისე მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რომ დავიწყე ცხოვრება ახალი სუფთა ფურცლიდან, ფიქრობდი რა გამეკეთებია და შევწურე ინტერნეტში. ვწურებ, დავიწყე ცურვა და არ ჩანდა ნაპირი. უკან წასვლა აღარ მინდოდა წინ, ვერ მივდი, უკვე ვერ ხედა და საბოლოოდ რომ მივედი, უკვე შევისწავლე ყველაფერი, ნუ ყველაფრის სწავლა შეუძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად გამოყენების საშუალებებს ვეძებდი. მე აი თქვენ რომ დაიწყებთ კომერცს, თავიდანვე ჩავდები მისწავლა ის, რისი კომერციალიზაცია შევძლებდი შემდეგ. ეხლა რაც ჩამოგითვალეთ ეს Google-ის რესურსები პლუს Facebook-ი, Twitter-ი, Instagram-ი და ეს ის რესურსებია, რომლის გამოყენებით, აი ეხლა, ნუ ავიღოთ, შეიძლება ეხლა მე პოლიტიკიდან ძალიან შორსა ვარ, მაგრამ არის რუსეთი, რომელსაც ბევრს ლაპარაკობ, ცუდია, კარგია ეხლა, მაგრამ დაწყებული პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ყველა პოპულარული, ყველას აქვს ბლოგი, ყველას აქვს საიტი, ყველას აქვს მილიონობით ფოლოვერი იქნება თუ ლაიკი იქნება თუ გასაგებიერით. ხო, აი, ხო, გასაგებიერით. ხო, თან ზარია მაყურებლისა და მოусმინოთ მას. საღამოშვიდობისა. გისმენთ, ეთერში ხართ. გამარჯობა ბატონო ტატო, დიდი მადლობა საინტერესო გადაცემისთვის. ერთი შეკითხვა მაქვს მხოლოდ და მხოლოდ მისამართით სად შეიძლება მივიდეთ, რომ ეს ტესტირება ჩავიტაროთ, უშუალოდ აი აქ თუ შეიძლება თბილისში თუ არის შესაძლებელი. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მაყურებელს მინდა უთხრა ესეთი რამ. ტესტირების ჩატარება და გავლა შესაძლებელია ყველგან, სადაც არის ხარისხიანი ინტერნეტი. თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან, ჩვენს ოფისში, რომელიც მდებარეობს
დიღომში საქალაქო სასამართლოსთან, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენთან არის წინასწარ ჩაწერა და შემიძლია ასე ვთქვათ, Facebook-ის საშუალებით შეიძლება. Facebook-ის საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი გვერდიც გვაქვს, ჯგუფის გვაქვს, გენეტიკური ტესტირება, გენეტიკ ტესტ ჯორჯია, გენეტიკ ტესტ საქართველო, გენეტიკ ტესტ ახალკაცი, ჩემი აკაუნტი Facebook-ზე, ახალკაცი ისედაც ალბათ. ახალკაცი შეგიძლიათ. კი, დამიმეგობრდით Facebook-ზე, იქ ნახავთ ძალიან ბევრ სიახლეებს და შემდეგ უკვე კონკრეტულად დავილაპარაკებთ სად და როგორ მოგზავნეთ ტესტირების გასავლელად. და კიდე ერთი თემა, ჩვენ უკვე მუშაობთ იმ თემაზე, რომ გავაკეთოთ ჯგუფური ტესტირებები, იმიტომ რომ თვითონ გენეტიკური ტესტირებაზე არის მოთხოვნა ზოგადად საგანმანათლებლო სკოლებში, ძალიან ასე ვთქვათ, ბევრ სკოლას აინტერესებს, რომ აი ეს ტესტირება ჩაუტაროს ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში თქვენ მიდიხართ. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მივდივართ, იქნება ეს სასწავლებლები, საბავშვო ბაღები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში, საზღვარგარეთ ქვეყანაში, საბავშვო ბაღშივე ბავშვებს უკეთებენ ამ ტესტირებას და თავიდანვე მიდის მიზან მიმართული აღზრდა ახალგაზრდის, რომ მაქსიმალურად ყველა დრო და რესურსი, დრო ყველაზე ფაქტორია. ტყუილად რო არ გაცდეს ამ დრო რაღაც დამატებით იმეებზე, რა ქვია, ძალიან საინტერესოა. 4 წუთი დაგვრჩა ბატონო დავით და მე მინდა გავანდო ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს ის რაც დაუშვათ ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ ექსპერიმენტის სახით, რომ აი სვაბოდნაია გრუზიას, გაზეთ სვაბოდნაია გრუზიას ბაზაზე შეგვექმნა ვიდეო გაზეთი. და აი ეს სიახლე მიესალაგება იმ პროგრამას, რაც ბრძანეთ, რომ აი ამ ექსპერიმენტს რა თქმა უნდა მცირე დანახარჯები აქვს და ამის გამო ჩვენ უფრო გვეწელება ეს დროში ეს პროექტი, მაგრამ ჩვენ ეს გადავწყვიტეთ იმის გამო, რომ ვაჩვენოთ კომპანიებს, რომ აი როგორ შეიძლება პრომოუტირება ნებისმიერ, მით უმეტეს, როცა ჩვენ ვამბობთ, ვთქვით, რომ საქართველოს ტურიზმის ქვეყანა და ეს მისწრება პირდაპირ ტურიზმის სიმპტომი მახსოვს, რომ თუმცა ვიდეო გაზეთზე დავიწყეთ საუბარი, თქვენ პირველი ბრძანეთ, რომ აი ეს იქნება პირდაპირ ტურ ოპერატორებისთვის მისწრება. ხო რა. მაშინ თქვენ დაასრულეთ ამ თემაზე საუბარი და მე შემდეგ გადაცემა. მე მინდა ეს სიხარული თქვა, ახლა ვინც დარეკა ყველა დიდი სიყვარული და სიტყვოთი მოგიხსენია თქვენ რადგან დატო და მეც მინდა ის თქვა, რომ თქვენ ხართ პირველი ადამიანი საქართველოში, ვინც მიიღებთ ჩემი აზრები, არა რაღაც თქვენ იგზენით ინტუიტიურად მე პროფესიონალი ელემენტები და დღესდღეობით უკვე რაღაც აბსოლუტურად კონკრეტულ გეგმებს ვსახავთ, ხო? არის საშუალებები, რომ ჩვენ ვაჩვენოთ მსოფლიოს, აი თქვათ მაგალითად საქართველოს მაინც დასაწყისისთვის, რომ ჩვენ გვაქვს ინტელექტი ქართველებს, გვაქვს ცოდნა და ისიც გვაქვს, ისიც ვიცით ამ ცოდნის გამოყენების ინსტრუმენტებიც ვიცით. ამ ინსტრუმენტებში ყველაზე კარგია ეს ინტერნეტი. ეხლა წარმოიდგინეთ, ამ ხელა ისტორიის თქვათ გაზეთი, თქვათ ამ ხელა კი რა თქმა უნდა გაზეთების ის ჩვენი მიზანი იყო ერთ-ერთი მაშინ მე ვიტყვი რომ სვაბოდნაია გრუზიას ბაზაზე ვაკეთებდით რომ საქართველოს ხმა გავაგონოთ რუსულენოვან საინფორმაციო სივრცეზე ქართული პოზიცია, მაგრამ აი თქვენი პასუხი ამაზე იყო ზუსტად კომერციალიზაციისკენ მიმართული, რომ ტურისტულმა კომპანიებმა უნდა გამოიყენონ ეს. რა თქმა უნდა, საქართველოს უნდა გამოიყენოს, რომ უფრო კარგად გაიცნონ საქართველოს. აი ეს მიმართულება პორტი რო დაუძახეთ, პორტები, ხო, იმიტომ რომ იმიტომ რომ ეს რუსულენოვანი, რუსეთზე კი ალბათ რუსულენოვანი ხო, ამხელა სივრცე познавательно образовательный и развлекательный тур. Познавательно образовательный и развлекательный. Развлекательный დღეს მადლობა ღმერთს ხალხი შემოდის, მოდის და მიდის კარგი მიმართულებით. ამასაც რო დაუმატებთ, აქედან რო წავლენ და ყოველივე მათგანი იქნება გამავრცელებელი ამ развлечениის, შემეცნების და გართობის, საქართველოს თვითონ პრომოუტერება უკვე თავისთავად მოხდება. დიდი მადლობა, ბატონო დავით, კანონა საინტერესო საუბრისათვის. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ
კიდევ ბევრი საშუალება გვექნება გავაცდოთ ეს სიახლეები და ეს ფაქტობრივად ახალი მიმართულება არის საქართველოს რეალობაში და დავემშვიდობო ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს მომავალ სამშაბათამდე. კარგად ბრძანდებოდეთ.